ჩვენი ფესტივალი იმითი არის განსხვავებული, რომ ჩვენ არ ვიკრიბებით მხოლოდ შეკრებებისთვის, ჩვენ არ ვართ მხოლოდ ცარიელი ფარატინა ფურცლების გადაცემისთვის. ჩვენ ყოველთვის ვეფერებით ერთმანეთს და არ ვართ დღეს მხოლოდ ერთმანეთისათვის ლამაზი სიტყვების სათქმელად მოსულები. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენ სიტყვას შემდეგ მოყვეს გაგრძელება და ამისი ნათელი მაგალითია მარიამ პატაშურიც, ელენე ბერიანიძეც, გიორგი ქენქაძეც და ძალიან ბევრი სხვა. დღეს ჩვენ ახალი მეგობარი გვყავს, როგორც ფესტივალს, ქალბატონი ბელა ალანია. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ნამდვილად ძვირფასებო. პირველად ვარ თქვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე და ჩემთვის პირდაპირ აღმოჩენა იყო ეს ანგელოზები, რომლებმაც ასე არაჩვეულებრივად შეასრულეს. მიხარია, საქართველოს სახელით მიხარია, განაპირადად ერთ ადამიანს, რომ ჩემ სამშობლოს ყავს ასეთი ნიჭიერი ბავშვები და ყავს ადამიანები, მზრუნველები, რომლებიც ცდილობენ, რომ ისინი ასე ლამაზად წარმოაჩინონ, ასწავლონ, ისინი განევითარონ, შეასწავლონ. ესეც ხო სამშობლოს სიყვარულია, როცა შენ ასე შეგიძლია ასახელოს შენი ქვეყანა ერთ ადამიანს და მინდა გისურვოთ, რომ სულ წარმატებული იყოს თქვენი ცხოვრების გზა, იმიტომ რომ წარმატება უპირველესად დიდი შრომის შედეგად მოიპოვება და როგორც მე ვხედავ, ტალანტი და შრომის უნარიანობა თქვენ არ გაკლიათ და წარმატებებს გისურვებთ. ერთი დღე სიცოცხლეს ამართლებს, ერთი დღე სამყაროს ცვლის. უეცარ ქარტეხილს დაგატეხს, ვერ ხვდები თუ რატომ გჯის, მიწასთან გასწორებს, ხანდახან განგრევს და ჭკუიდან გშლის და მეორე გაცოცხლებს იმედი იმ ერთი დღის მე და შენ ვერაფერს დაგვაკლებს. ჩვენ ხომ ერთმანეთი გვჭირს, ერთი დღე ცხოვრებას აგირევს, ერთი დღე ბედნიერს ხდის და მაინც იმ ერთი დღისთვისაც ძვირფასო სიცოცხლე ღირს. გილოცავთ ამ ერთ ძალიან ულამაზეს დღეს და მრავალი დაგებედოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გახდით ჩვენი მეგობარი და იმედია, რომ ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება და რა ვიცი, თქვენ ხედავთ აი მარიამ პატაშურის ნახატებს და როდესაც მარიამმა აი ეს ნახატი მოიტანა, პირველი ვინც გამახსენდა, ოღონ მართლა, ეს იყო ბელა ალანია და მე ზუსტად ვიცი, რომ მარიამის დამეთანხმება და აი ეს ნახატი, რომელიც ნამდვილად გავს ხო ბელა ალანიას, ქალიშვილი, გოგონა იასამნისფერი პლანეტიდან, ადამიანი, რომელიც მუდმივად ასხივებს სითბოს, სიყვარულს, რა ვიცი, რაღაც სრულიად განსხვავებული. ვიცი, რომ ზუსტად თქვენთან უნდა იყოს ეს ნახატი და ესეც ჩვენთან. დიდი მადლობა თქვენთან. მადლობა. კი ბატონო. მადლობა ყველაფერს.